და კვლავ საქართველო. ერთი მსახიობის თეატრში ებრაელ და ქართველ ხალხთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. საღამოს ორგანიზება ქართველთა და ებრაელთა ასოციაციამ გაუწია. შეხვედრაზე ორი ქვეყნის მეგობრობის გამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის პაატა ბურჭულაძე დაჯილდოვდა. ცნობილ ქართველ ბანს ჯილდო სახელწოდებით ერთა ნათლა პატარკაციშვილმა გადასცა. პაატა ბურჭულაძეს ბადრი პატარკაციშვილის დედამ გასულ წელს გამოშვებული მისი შვილის ბიოგრაფიული წიგნიც უსახსოვრა. ეხლა გეტყვი ვიყდი ქართულ და ებრაელ ხალხთა მეგობრობის ასოციაციის მეათე წლის პირველი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა პაატა ბურჭულაძეს. ადამიანს, რომელსაც ქართულ ებრაელ მეგობრობაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ადამიანი საერთოდ წარმოჩენილია და გამორჩეულია მთელ მსოფლიოში და ეს იყო მხრივი სიხარული და მით უმეტეს რომ ოსკარი მიიღო პირველმა პაატა ბურჭულაძემ, ოსკარი, რომელიც წარმოადგენს ვერი გვანჯაბარიძის და სოფიკო ჭიაურელის ხელოვნების ნაზავს. შვილს ნამდვილად პირადად ძალიან უყვარდა და მეც ეგ ადამიანი ძალიან მიყვარს. ნამდვილად არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ადამიანსაც უნდა ძალიან დიდი დაფასება და ეს კაცი ნამდვილად დაფასებულია, ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული და ვიცი რომ კიდევ ბევრ საქმეს გააკეთებს. გაგვიჭირდა ქართულ და ებრაელ ხალხთა მეგობრობაზე საუბარი, იმიტომ რომ ამ მეგობრობას უკვე საუბარი და სიტყვები აღარ ყოფნის ამ ქებადიდებას. ეს მართლა ჩვენი ძმები არიან ებრაელები და ისინი ვზნობთ რომ ჩვენც მათი